არ უნდა იმუშაო? İyiyiz biz. ჩვენ პოლიცია გვიცავს. Nerede kapıda? მე ვფიქრობ, რომ Ne? რას ფიქრობ? Ne? შეგიძლია მითხრა? ნეტევ რა იქნებოდა მოვლენების სხვაგვარად, რომ განვითარებულიყო. ჯენგიზი რომ არ არსებობდეს? დიდი ხნის წინ რომ შევხედროდით ერთმანეთს, დაქორწინებულიყავით. ბიჭი გაგეჩინა ჩემთვის. ეს ჩვენი სახლი იქნებოდა. 12 წლის დაქორწინებულები ვიქნებოდით. ბევრი რამე გვექნებოდა ერთად გამოვლილი. ერთად ვისაუზმებდით ხოლმე. დასასვენებლად ვივლიდით, დილაობით ერთად გავიღვიძებდით. ხანდახან ვიჩხუბებდით. ერთად გავერთობოდით. მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ჩვენი წარსული. რამდენი მოგონება დაგვიგროვდებოდა ერთად. ასე გონია თითქოს საერთო წარსული გვაქვს, არა ეზა? სიმართლე მითხარი. არ გინდა ეს რომანტიკა? ქმარი მოსაკლავად დამსდევს. ამას ბაჰარი ემატება. მაგრამ ჩვენ აქვს ხედვართ. თითქოს ყოველთვის ასე იყო. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. Her şey yerli yerindeymiş gibi. ყოველთვის რაღაცას ვეძებდი. ვეძებდი იმას, რისი მიღწევაც არ შემეძლო. არასოდეს არ გამომდიოდა სავარძელში მშვიდად ჯდომა. მაგრამ როცა შენ გვერდით ვარ, სხვას არაფერს არ ვეძებ. Mümkün mü? ეს რეალურია. Mutlu bir sonuç. ჩვენ შევძლებთ ბედნიერები ვიყოთ. ვერ შევძლებთ. Senin ერთად? bilmem ki. არ ვიცი. Yok kalkma. არ გინდათ, ნუ ადგებით. Rahatsız olma. ნუ შეწუხდებით. Bir şey alıp çıkacağım. ხოლოდ რაღაცას ავიღებ. ბაჰარ, Bahar yanlış. ბაჰარ არასწორად გაიგე. Yo. არა, Niye yanlış? რა გავიგე არასწორად? Dedin zaten. შენ თვითონ არ მითხარი, რომ მიუხედავად ჩემი არსებობისა, მაინც მასთან ერთად იქნები. ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მომატყუია. ამისთვის დიდი მადლობა. ჯენგიზი ციხიდან გაიქცა, ეზელი ჩვენ გვიცავს. რატომ? Kim vereceğiz gelirse? წვეულება არ მოვაწყოთ ჯენგიზის დაბრუნების აღსანიშნავად. თქვენ ისევ თქვენს ასაგრძელებთ. თქვენი თამაში არასდროს დამთავრდება. რა თამაში ეზელი ჩვენს დასაცავად მოვიდა? რისგან? Yoksa რატომ გეშინიათ ჯენგიზის დაიკო? yapacak bir şeyimiz mi var abla? Ezel. ეზელ, Senin. შენ გეძახის. რა გჭირს? ტელეფონის ზარებს რატომ არ პასუხობ? Söylemez. თუ გავჩუმდები რას უზამ ჩემს დას? Bilmek hakkım. მე მაქვს უფლება ვიცოდე ეზელ. რას უზამ მეთქი? ვეცდები რომ დაიტანჯოს. Nasıl მაინც როგორ?
O kadar gaddar. ნუ თუ ასეთი სასტიკი ხარ, Eyşan seviyor. ეიშანს უყვარ ხარ. Yardım ის დახმარებას ითხოვს. ağlayacak. იტირებს, შეგიხვეწება. Ömer. ისევ გეტყვის, ომერ, მიშველეო. გაუძლებ ამას. Beni Ömer. Dayanabilecek misin o zaman? მითხარი, რომ იცოდე რამდენჯერ მიფიქრე ამაზე. გგონია შენი სიტყვები მაიძულებს უკან დახევას. ჩემი სიტყვები არა. Sıra გაუძლებ ამ ყველაფერს, როცა ეიშანის რიგი მოვა. Ben de onu მეც ასე მგონია. შენ თუ კი ასე რატომ არ ეხმარები შენს დას? რატომ არ ეუბნები სიმართლეს? Ben bir mola aldım. მე გვერდზე გავდივარ ეზელ. Yeter. კმარა, Hiç kimseyle არც konuşmak ერთი თქვენგანის დანახვა არ მინდა. განსაკუთრებით მისი. Hele არ ondan მინდა მასთან ლაპარაკი. hiç istemiyorum. მედიხარ? Hem de ო, nasıl? მივდივარ. Sen de yaparsın. შენც წადი. Hiçbir şey ნუ რა ვის, ნუ რაფერს დაუშავებ. ანუ აღარ გინდა რომ გადამარჩინო? Ben seni აღარ შემიძლია შენი გადარჩენა ეზელ. pes ettim. მე ხელი ჩავიქნიე. Yoruldum. დავიღალე. Ne haliniz var? რაც გინდათ ის ქენით. საყვარელ ქალთან წადი და იმან გადაგარჩინეს. ალო. ბაჰარი ძალიან აღელვებული წავიდა. არა. ეზელი აქ არის ეიშანთან. სერდარ მისამართს მოგცემ. იქ კარგ მორიგეობას გისურვებ, მეგობარო. იარე ჩქარა არ გაჩერდე. ჯენგის. შვენივრად გამოიყურები. სერდარ, მაინც როგორ მიხვდი? თლად გავარვარებული ხარ. იარე აკაურობა სავსეა გადაცმული პოლიციელებით. აქ რატომ დამინიშნა შეხვედრა? საქმე მაქვს აქ. სერდარ მოკლედ გეტყვი. შენი დახმარება მჭირდება, დამეხმარები. გეყოფ არა ჯენგის. ახლა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე იყო. ძალიან კი მომწონს ხარ, მაგრამ twins ნუ მირევ სერდარ. ჯენგის, შენ ხო მიცი ფსონს ყოველთვის გამარჯვებულს ებდებ. შენ კი რაღაც არ გავხარ გამარჯვებულს. ილოცე რომ გამიმარჯო. სხვა შემთხვევაში ჩემს ადგილას ეზელი მოვა. როგორ ფიქრობ აგიტანს? მე თუ არ ვიქნები, რას გიზამს? რას? ჩემს შვილს არ მიეკარო, თორემ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. სერდარ, მე ვცდილობ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. გონია ეიშანს რამეც დაუშავებ? ნუ ხარ ასეთი სულელი, უბრალოდ დაველაპარაკები. რაზე უნდა დაელაპარაკო?
ერთად ვილაპარაკებთ, სერდარ. მე და შენ, როგორც მაშინ. მე შენ და ეიშანი. ჩვენ ხომ კარგი გუნდი ვიყავით. არ გინდა უკან დააბრუნო ყველაფერი. ისევ ჩვენს ჭკუაზე ვატრიალებდეთ ყველას. როგორც ადრე. შენ უკვე მეთხარი შენი სათქმელი. ახლა მე მომეცი მოფიქრების დრო. წამოდი. გოგოს სამალავს მივაგენით, მაგრამ იქ აღარ არის. აზადი უკვე გაიყვანეს აქედან. ძმავალე. მე მივდივარ. რატომ? ამდენი სასიამოვნო ტანჯვის შემდეგ გაგაგდეს? რატომ? რამიზმა იმიტომ რომ შენ ვერ მოვკალი. ეზელმა იმიტომ რომ შენ გამოერენი მოვკალი. ანუ შენ ვერავის ვერ მოუტანე სარგებელი. ახლა არავის არ სჭირდები. ისევე როგორც მე. ზიას ელოდები. რაღაცა გვიანებს. ის ასე არ მოქმედებს. ის სროლას არ ატეხს სანამ ელოდები. აბა როდის ისვრის? როცა დაივიწყებ მას და იმედი მოგეცემა. ახლა არაფერს არ იზამს, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებს თავის საქმეს. ის და ეზელი. კიდევ რა არ ვიცი, ტეფო. რა არ ვიცი. რას მიმალავენ? რაღაცას მიმალავენ, ხომ ასეა? ღმერთი იყო შენი მფარველი მეგობარო. ძმავალი. მე დავალება მომცეს, მაგრამ არ შევასრულე. იმიტომ რომ მათ მომიყვანეს ჭაობიდან. მერე ისევ მიბრძანეს ტალახში გასვრა. მეც გავისვარე. მერე შენ შეგხვდი. შეგიძლია არ მომისმინო, მაგრამ შენ როცა შეგხვდი, რაღაც მოხდა ჩემში. მე სამი ბატონის მსახური ვიყავი. მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მეკცეოდა ისე როგორც ადამიანს.
მხოლოდ ერთი გახდა ჩემი მეგობარი და მხოლოდ ერთი არჩევა რომ შემძლებოდა ჩემი საყელური ასე მჭიდროდ რომ არ მქონოდა მოჯერილი ამორჩევა რომ შემძლებოდა ძმაუვალი ნიშნულობა არ აქვს ეს სწორი არჩევანი იქნებოდა თუ არა მაგრამ მას ჯოჯოხეთშიც კი გავყვებოდი ღმერთი გვარავდეს შენს ამ ბოლო დროს დაძინება უჭერს. წავა. კარგი. კამილი გარეთაა. პოლიციაც. არც მე დავიძინებ. თუ და მირეკავ მოვა. რა მოხდა? შეცვლილი ხარ. გვიცა. შენში რაღაც შეიცვალა სხვანაირი გახდი. უფრო რბილი. ეს უნებურად მოხდა. არა. ეს კარგია. ასეთი არასოდეს მინახი ხარ. ესე იქცევი თითქოს საკუთარ ოჯახს იცავ. ჩემს ოჯახს არა. ჯობია წავიდე. ასეთი დარჩი კარგი. ისევ იმცივე ზელად ნოიქცევი. ისე მოდი თითქოს ვერ გადაიტან ჩვენ რომ რამე დაგვემართოს. ერთ მშვენიერ დღეს როცა აუცილებელი აღარ იქნება რომ ძლიერი ვიყო როცა 1000 ფიქრი არ შემაწუხებს მოვალ შენთან და შენ მომეფერები აი მაშინ გადაგეშლე გულს მაშინ იმედი მაქვს თვალების დახუჭვას შევძლებ ოდესმე მხოლოდ ერთხელ მოვიხსნე ნიღაბს და უცველი დავრჩები ისეთი როგორ ის ვარ მოვდუნდები შენს გვერდით ერთადერთხელ ეიშენ არ დანებდე ეზელ არ დაუშვა აფრები თორემ ტალღები ჩაგეთრევს
შენ თუ არ გადადგამ პირველ ნაბიჯს, შენი მტერი გააკეთებს თავის სვლას. არ გამაგდო. მე რა თუ მკვლელი ხარ? მე რა თუ გაუნათლებელი ხარ? თუნდაც ვეღარასდროს ვეღარ გნახო. დღეს ნუ გამაგდებ. კამილ შებნები სად არის? დასვენების დღე ითხოვა. დევფიქთან ერთადაა. ეზელ. ჩვენ შევჩერდით, იმიტომ რომ ბაჰარი გადაგვერჩინა. ეს მესმის. ის არაფერში არ არის დამნაშავე. გინდა მკითხო ეიშანს რატომ ვეხმარებით? მე გეკითხები თუ ვიცი რას აკეთებ მეთქი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როგორ ხარ ჯან? კარგად. დღეს ზია კამილი წაგიყვან სკოლაში. შეიძლება საჭესთან დავჭდე. მამა ყოველთვის მაძლევდა ამის უფლებას. კამილი დაიღულია. სკოლაში დატოვა. შუა დღესაც შეიარა და შეემოწმე. საღამოს გამოიყვანე. წავედით. კარგ დღეს გისურვებთ. შეიძლება წინ დავჭდე. ერთი ამას შეხედე. იქნება უკვე სადმე წავიდა. გაიქცა. ჯენგიზი ვერ გაიქცევა, თუნდაც მაინდომოს. რატომ? უყვარხარ ეიშან.
შვიდობით შევნა. ჯან, სად მიდიხარ? ჯან. ჯან. ედი. მიაწექი. არ გამომდის. თავშესულ სხვა ფიქრები მიტრიალებს, ეს მოსაწყენია. რა თქმა უნდა, წაგება არ გიყვარს არა? თამაშს ნუ აფუჭებ, ყველა ღილაკს ნუ აჭერ, ორიც გეყოფა. ვერ მოგართვი. თამაშია. თავიდან დავიწყოთ. ახლა ტელეფონს ვუპასუხებ. თვალი არ მოაშორო კამეო. არ გაბედო არ დაგეკარგოს. ჯენგისთან გაიქცა. კი, მაგრამ როგორ შეუთანხმდა ჯანს? ჩვენ მივეცით ამის საშუალება. მიყვარხარ შვილო, ნუ რასოდეს დაივიწყებ ამას. რა მოხდა მამა? უნდა წავიდე. ხვალ ისევ ამ ადგილზე მოვალ, ოღონდ უცებ უნდა გამოიქცე. გაიგე ჯან? თვალყური ადევნე. კარგი. რა მოხდა? არაფერი. სამსახურის საქმეზე რეკავდნენ. კარგი ბაჰარ, ოღონდ მითხარი სად ხარ? არავის არ ვეტყვი შვილო. კარგი, არც მე მოვალ, არავის არ ვეტყვი მეთქი, უბრალოდ მითხარი სად ხარ? მითხარი. მამა, ბაჰარს ელაპარაკები? არა. კარგი შვილო, კარგი. კარგი. რა მოხდა? მამა, რა მოხდა? ბაჰარზე ვნერვიულობდი. ოდა დაურეკე. არ უნდა ამერიკა? მე ხომ ნერვიულობდი. ხომ იცი ეიშა. მას ისევ ახველებს, ისევ სუსტადაა, როგორც ბავშვობაში იყო. მოიცადე არ დარეკო. მან თხოვა რომ შენთვის არ მეთქვა. არ უნდა რომ დაურეკო. პირობა ჩამომართვა. აბა რა ვქნა? რა ვქნა? მან თქვა ეზელს შეუძლია მოვიდეს თუ უნდაო. მაგრამ მხოლოდ ის. მის გარდა არავის ნახვა არ უნდა. შენზე გამოფრთხილა არ დამირეკოსო. ამას კი თუ უნდა შეუძლია მივიდეს. ხომ იცნობ შენს დას. იმას აკეთებს რაც უნდა. ახლაც გამოაცხადა მარტო გავართმევ თავს ყველაფერსო. ეზელს რას ელოდები? კამელი ჯანთან არის. შენ მარტო დარჩები. არა უშავს, წადი. წადი გეხვეწები. არსად წასვლა არ გაბედო. შენ შვილთან იყავი სერდარ. გაიგე? გავიგე, ნუ ნერვიულობ. სად არის? მითხარი. შორს, აგიხსნი. დაგიჭირე? ვერა.
მამა, მოდი და ზევით პანჯარა დაკეტე. Baba, მამა, şu mutfakta... მოდი აქ. მამა, ჯენგიზი აქ არის. არა უშავ შვილო. ჯენგიზი აქ არის. მოდი დავილაპარაკოთ შვილო, საშიში არაფერი არ მოხდება, უბრალოდ დავილაპარაკებთ. ასე არ არის ჯენგიზ? მამა, ეს რა ჩაიდინე? შენ შემოუშვი? ნუ გეშინია, მან პირობა მომცა, უბრალოდ დავილაპარაკებთ, ასე არ არის? მეზელი სად არის? რა ხდება? მარტონი დავრჩით? მამა, ჯენგიზ, ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. ნუ გეშინია შვილო, მან პირობა მომცა. სერდარ წადი შენს ოთახში. მე და იშანს ერთმანეთი მოგვენატრა. არსად არ წავალ ჯენგიზ, ჩემი თანდასწრებით ელაპარაკე. სერდარ, ის შენ პირდა შვილო, ნუ გეშინია. არაფერს არ დაგიშავებს. ეს რა ჩაიდინე? მამა ის მომკლავს. ხელი გამიშვი. ჯენგიზ, მამა, ჯენგიზ, მამა. აი ახლა მარტონი ვართ. პოლიცია. აბა რა ხდება იშან? სად არის შენი ძალა, შენი ჭკუა? სიკვდილის გეშინია? ნუ დარდობ ჩვენ შვილს მე მივხედავ. არ გინდა ჯენგიზ, გეხვეწები, არ გინდა. ჯენგიზ. წესით მე უნდა გეხვეწებოდე იშან. მითხარი რა მიქენე? რა ჩაიდინე? შენ მე ყველაფერი დამაგარგვინე. ყველაფერი. ყველაფერს დაგიბრუნებ. ყველაფერს უკან მიიღებ, გპირდები. არ გამოვა. მე ყველაფერს მივიღებ უკან შენს გარდა. შენ ვეღარასდროს ვეღარ დაგიბრუნებ უკან. დამიბრუნებ. მეც დაგიბრუნდები. დამიბრუნდები? ხო. და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ახალი ფურცლიდან. დამარწმუნე ამაში. დამარწმუნე. დამარწმუნე. მე აქ ვარ. აქ ვარ. მე შენ ძალიან მიყვარდი იშან. მიუხედავად ყველაფრისა. ასეთიც კი მიყვარდი. გონია ახლაც მიყვარხარ? განა ასეთი რამ შესაძლებელია? განა სასაულები ხდება. მე ყველაფერს დავიბრუნებ შენ გარდა იშან.
რენგის მიყვარხარ. ეჟან, ეს როგორ? როგორ? გაჩვენდი. მოდი ეგ. მე ხომ მოგატყუე? გარეთ გადი ეჟან. ეჟან გარეთ გადი. მოდი აქ. შენ მე იშანი წამართვი. დამიბრუნე იშანი. უკან დამიბრუნე. შენთვის არ წამირთმევია ეშანი. უბრალოდ უკან დავიბრუნე. ახლა ისინი მოვლენ. წადი აქედან. რა? გამიშვებ? რატომ? მე არ გეშვებ ჯენგის. მე შენ გაგდებ. შენ მუდმივად შეეცდები, გაიქცე. მე კი მუდმივად გდევნი. ახლა წადი. სხვაგან წასასვლელი არსებობს. არავის არ უყვარხარ. არავინ არ მიგიღებს. შენ არაფერი არ დაგვრჩა. ახლა მოგიწევს საზღაურის გადახდა ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩაიდინე. ყველაფრისთვის. რას ამბობ, რაზე ლაპარაკობ? ეშანს ახლოს არ გაეკარო. დღეიდან მის გარეშე მოგიწევს ცხოვრება. გადაიხადე საზღაური შენი ღალატისთვის. წადი. გაეთრიე. მე ის დავიბრუნე. დავიბრუნე, გესმის? შვილო. დადგა დრო განდევნისა. ისინი, ვისი ნახვაც აღარ სურთ, ისინი, ვინც აღარ უყვართ, განდევნილები არიან. არავინ არ გაჰყვება მათ. განდევნილები იმ სიცარიელში დაბრუნდებიან, საიდანაც მოვიდნენ. შვიდობით ტევფიკ.
როცა შენ თვითონ მიდიხარ, ეს განდევნა არ არის. განდევნაა, როცა ყველა მიგატოვებს, ვისიც გჯეროდა. განდევნაა, როცა საშუალება არ გაქვს ახლოს მიხვიდე მათთან და ხელით შეეხო. İyi misin? როგორ ხარ? Elin kadar. სისხლიანი ხარ, მოგბანო? ჯობია წავიდე. Gel benim. წამომყევი. Gel. წამოდი. Bin tane şey var değil mi? ფიქრები არ გაძლევს მოსვენებას არა. Bir sürü ya. შეცდომები, ეჭვები. Bir sürü şüphe. ბოლომდე უთქმელი ცუდი მოგონებები და ბევრი რამის შიში. Kötü hatıralar. Korku. ძალიან ბევრი რამის შიში. შენ ასე არ ხარ? შენ როგორ გათავისუფლე ამ ყველაფრისგან? Sen de. შენი დახმარებით ეზელ. Sen bugün. დღეს გამათავისუფლე ამისგან. ეიშან, Gel benim. წამომყევი. Her şeyi. წამოდი. Gel benim. მიუხედავად ყველაფრისა, წამოდი. Sen შენ titriyorsun. კანგალებ ეზელ. მე ძალიან დავიღალე. ეიშან, შენ არ იცი როგორ დავიღალე. Söyle bana. მომიყევი. რომ იცოდე როგორ დავიღალე იმის მცდელობაში, რომ აღარ მყარებოდი. ძალიან დავიღალე. Artık bitti. ახლა უკვე ყველაფერმა ჩაიარა. ჩაიარა? Bitti. ჩაიარა. Ben მე seninle. მე შენი ვარ.
ეშა ეშა Buradayım. მე აქ ვარ. ჯენგის ზიამუმთას შეიძლება ამაღამ თქვენთან დავიძინო. წასასვლელი არსად მაქვს ზიამუმთას. ზიამუმთას. კი მაგრამ როგორ Kaçtım. გამოვიქეცი. Kaçtım yok. გამოვიქეცი და წასასვლელი არსად მაქვს. Çek yerim yok. გაქვს გაქვს სასასვლელი შვილო Özür dilerim. აპატიეთ ზიამუმთას. Özür dilerim. აპატიეთ. Gel. შემოდი İçeri gel. შემოდი Nasıl oldu bunlar? ასეთი რამე როგორ შეგემთხვა? შენ გელოდებოდი İkimiz de არც ერთს არ გვიყვარს წარსულზე ლაპარაკი. ის არსებობს თუნდაც ამაზე არ ვილაპარაკოთ მოდი ჩემთან.
ეზელ, ყველაზე ძნელია საკუთარ გულთან ბრძოლის მოგება. შენ თავიდანვე შენს თამაშს ეწეოდი. მითხარი ასე არ არის? ჯენგიზის ადგილზე ვიყავი. ვიცოდი, სად წავიდოდა. მას შეეძლო მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიემართა დახმარების სათხოვნელად. სერდარის სახლიდან გამოვიდა. თვალყური ადევნე. და შენს ელოდებოდი არა? როცა სერდარმა ბაჰარი ახსენა, მიხვდი, რომ თამაში დაიწყო. ბაჰარს უთვალთვალებდა. სერდარს არ დაურეკავს მისთვის. მას კამილის ჩამოშორება უნდოდა. მერე ჩემი. და შენც წახვედი. შორი ახლოს. და ელოდებოდი ბოლო მომენტამდე. სანამ ეიშანს მართლა აღარ შეეძლო სუნთქვა. ეს ყველაზე ძნელი იყო, ძია. ძლივს გავუძელე. ეს აუცილებელი იყო ეიშანის ნდობის კვლავ მოსაპოვებლად. ეზელ, შენ აჯობე შენს მტრებს. ჯენგიზის ციხიდან გაქცევამ სახიფათო მდგომარეობაში ჩაგაყენა, მაგრამ შენ საქმე შენს სასარგებლოდ შემოატრიალე. მე ის უკიდურეს ზომამდე უნდა მიმეყვანა. შენ ჯენგიზი განდევნე. ახლა ის სულ მარტოა. ეს პირველი გამარჯვებაა. სერდარიც განდევნილია. ქალიშვილებმაც ზურგი აქციეს. ეს მეორე გამარჯვებაა. მესამე გამარჯვება ეიშანმა შენი ნდობა დაკარგა. მაგრამ შენ მოახერხე ამის აღდგენა. ის შენს გულმოწყალებას ენდო. პირველად ხდება, რომ ეიშანი ბოლომდე გენდობა. ოდესღაც მეც ვენდობოდი მას. მერე რა. გისმენთ? ეიშანა და თქვენ ხართ? დიახ, მოხდა რამე? თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ.
ეს რა არის? თქვენ არ შეასრულეთ საკრედიტო ვალდებულება, ამიტომ ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო თქვენი ქონების კონფისკაციის შესახებ. ანუ ეს ნიშნავს, რომ სახლი ჩამოგერთვათ. ეზელ. ყველაზე რთული გზით წახვედი, შვილო, მაგრამ გაიმარჯვე. შენ გრძელი გზა გაიარე. კარგად იყავ. ეშა. ოცდამეათე სერია, მონატრება. შენი ნივთები უკვე ჩავალაგეთ. რამიზმა თქვა, რომ შენ დაიღალე, რომ აღარ უნდა იმუშაო. ახლა დასვენება გჭირდება. ჩვენ მივხედავთ აქაურობას. ბატონმა რამიზმა გამოფრთხილა, რომ ძალიან გიყვარს შენი სამუშაო. მითხრა, რომ თუ დასვენებას არ მოისურვებ, ჩვენი 30 კაცი მოგხედავს შენ და შენს 8 კაცს. 8 adamını ikna etsin dedi. ბატონმა რამიზმა, ბრაო, კიდევ რა უნდა ბატონ რამის? მან შემოგითვალა სახლში დაელოდოსო. ვის უნდა დაველოდო? ომერს. ჯენგი ზადაიც ციხიდან გაიქცა. თუ შენი. როგორ ლაპარაკობ? როდეში დედა? გაზეთში რაღაც წერია? არა დედა, არაფერი. მელიხამე, სახელოსნოში წავედი. მამა მოიცადე, მოგეხმარები. არ გიდაი ჯეკი, იქ ისედაც პატარა ადგილია. მე თვითონ მივხედავ ამას.
მელი ხა ამ პლეტს გავიყოლებ. მოდი. წყალი დალი. მოიცადეთ ერთი წუთით, მოიცადეთ. ქალბატონო, არ ჩვენ შეამოვნებს ეს, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. კარგი, მხოლოდ ადვოკატს დავურეკავ. ერთი წუთით. მოიცადე. ჯან, წადი შენს ოთახში. ჯან. კარგი. უბრალოდ მინდოდა დახმარებოდი. ეზელ. ეშენ? სასამართლოს განჩინება მოვიდა, სახლს გვართმევენ, იცოდი ამის შესახებ. რა სასამართლოს განჩინება? ყველაფერს გვართმევენ, სახლსაც. რა უნდა ვქნა? ეშენ დაწყნარდი, მოიცადე. ეიშან, მე დაგეხმარები. მომიყევი რა მოხდა. სახლი რომ წაგვართვან, რა უნდა ვქნათ ეზელ? ალბათ ჯენგიზმა სასტუმროსთვის აიღო ეს კრედიტი. რაღაც გააკეთე. გთხოვ. ეიშან, ახლა ალბათ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ადვოკატს მიეცი ტელეფონი. დროის გაწევა შევეცადოთ. დიახ, კი ბატონო, მაგრამ ტყუილად კარგავთ დროს. მოშორებით გადი. თქვი ეს შეუძლებელია თქო. არა. ეს უკვე შეუძლებელია. ყველაფერი ისე მიდის, როგორც გითხარით. ახლა ტელეფონი გათიშე, შენი ხალხი წაიყვანე და წადი. იმას უთხარი მხოლოდ ხვალამდე გადაიდო, არაფერი არ შეიცვალა თქო. და ჩემს მითითებებს დაელოდე. კარგი. მხოლოდ ხვალამდე ქალბატონო. იცოდეთ, არაფერი არ შეცვლილა, გირჩევთ საცხოვრებელი მოძებნოთ. მივდივართ, მეგობრებო. შენ ისინი ერთმანეთს დააშორეშვილო. ახლა ცალ-ცალკე არიან. მათ დაკარგეს ძალა და ფული. ახლობლებიც. ისინი არავის აღარ უყვარს. ეიშანთან რა ხდება? მე მეგონა ყველაფერი უკვე დამთავრდა. რას აპირებ შვილო? ისინი კიდევ უფრო მარტონი აღმოჩნდებიან ძია. ისინი გაიხსენებენ ყველაფერს და ძალიან ინანებენ. ყველაფრის უკან დაბრუნებას მოინდომებენ. სურვილი ექნებათ, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს. მაინც რას ეტყვი მათ? მე? ვეტყვი გახსოვართ მეთქი? მე შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი. შენი ძმა. შენ? გახსოვს? შენი შეყვარებული. მე ომერი ვარ მეთქი. ეიშან, შენ ბოლობდე იბრძოლებ. 1000 ნაწილად დაიმსხვრევი.
მაგრამ ამ შუშის ნამსხვრევებზე მიმავალსაც კი არ ჩამოიხსნი დამპყრობლის ნიღაბს. ნახვამდის. გადაიცით რომ ველოდები. უკვე გადავეცი. კიდევ ერთხელ უთხარით. ეზო. ადვოკატებთან ვრეკავ. არ ვიცი ჯინგიზმა რა ქნა, მაგრამ ისინი არ პასუხობენ. დირექტორს კი არ ძალია. წამოდი. ეზო. ეზო, რას აკეთებ? ახლავე. მეტინ? ეზო? მიყურე რამდენიც გინდა ეიშენ. მაინც ვერ მიხვდები ვინ ვარ. შენ გელოდო? რას ველოდო? შენ ისედაც ყოველ დღე გხედავ. ასე არ არის ომერ. შენ გელაპარაკები სათხარ? შენ გელაპარაკები მეთქი. გამოსამშვიდობებელი საჩუქარი ტეფოსგან, ალი. ომერი დამაკავშირებელი რგოლია რამისსა და ეზელს შორის. ამის შესახებ კითხე პატიმარს ონურ უზმელს, რომელიც ომერთან ერთად იჯდა კამერაში. იმედი მაქვს მაპატიები იმას, რაც დაგიშავე. ომერი დამაკავშირებელი რგოლი რამისსა და ეზელს შორის. პატიმარი ომერის კამერიდან. გაიგე ომერ? ის მართალია. ყველა გზა შენსკენ მოდის. ყველა შენ გამოგვიხდის სამაგიეროს. მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ. ძია თუ გამოჩნდება, უთხარი ალის ლოდინი მობეზრდა მოიწყინა თქო. უთხარი რომ მე თვითონ გიპოვი. მე თვითონ. მომთას. 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 ვინ არის აქ? შენი სუნთქვა მესმის. მე ხარ. მე ხარ მეთქი. მე ხარ. შენ. შენ ხარ? დედამელი ხარ? ეს ჯენგიზია, ჯენგიზი. მომეცი იარაღი. მელიხა, მომეცი. ეზელ. ეს საქმე უკვე აღარ არის ჩემს ხელში. ისინი აფრთხილებდნენ. არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია. სასამართლო რატომ არ ჩატარდა?
შესაძლოა თქვენმა ქმარმა იცოდა. ყველაფერი პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. გაფრთხილებაზე არავინ პასუხი არ გაგვცა. 8% დაემატა. თქვენი ქონება კანონიერად არის გატანილი აუქციონზე. თუ გნებობთ, შეგიძლიათ გაასაჭიროთ. რა თქმა უნდა გავასაჭირებ. ცუდად მოგამიგებთ, მაგრამ შესაძლოა თქვენი ქმრის მდგომარეობამ დააჩქარა პროცესი. Hızlı davranmasına neden olmuş olabilir. სასტუმროც? როგორ უნდა დაგვართვათ სასტუმროც? მეტინ მითხარი, შეიძლება რამის გაკეთება? რა არის საჭირო? Şimdi bunu ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. გაყიდვა უკვე დაწყებულია. ჩვენმა ერთმა კლიენტმა უკვე გამოთქვა სახლის და სასტუმროს ყიდვის სურვილი. etti bizden. ვინ არის? როგორ შეგიძლიათ ჩემი სახლის გაყიდვა? როგორ შეგიძლიათ სასტუმროს გაყიდვა? Ezel'in hatırına ქალბატონო ეიშან, მე ამ საუბარზე მხოლოდ ეზელის გამო დაგთანხმდით. სხვა შემთხვევაში ამასაც ვერ გაიგებდით. ეზელ სიტუაციაში გარკვევა უნდა. არც კი ისაა, რომ არც სახლი და არც სასტუმრო თქვენ აღარ გეკუთვნით. sizin değil. ეს სასტუმრო მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო. ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებდი, მე გავხსენი. ეიშან, სხვას გავხსნით. ჩვენი ახალი სასტუმრო ამაზე უკეთესი იქნება. მე ყველაფერი დავკარგე. ყველაფერი. ყველაფერი არა. მე აქ ვარ. გასაღები დამრჩა, ახლავე დავბრუნდები. მე მოგიტან. არა, ახლავე მოვალ. გამოსავალი მასწავლეთ. მე უკვე ყველაფერი გითხარით. მოდით ერთმანეთს თავს ნუღარ მოვაბეზრებთ. თქვენ არაფერს არ დაარღვევთ, მხოლოდ მყიდველის გვარი მითხარით. მე თვითონ დაველაპარაკები. არ შეიძლება ქალბატონო ეიშან. არ შემიძლია ამის თქმა. Ne yapıyorsunuz? რას აკეთებთ? რა ვქნა? განასხვა გამოსავალი მაქვს? რა სერცხვილია არა? ახლა მე გეხვეწებით. რომ იცოდეთ როგორ მრცხვენია. Eşen Hanım. ქალბატონო ეიშან. რას ხედავთ თქვენს წინ? შემომხედეთ. შემომხედეთ. ვერ ხედავთ რა უმწაო ვარ. შემომხედეთ. ახლა ხვდებით? არ ვიცი რა ვქნა. შეიცადეთ გაიგოთ ჩემი. ეს ყველაფერი ერთად დამატყდა თავზე. ასეთ ტვირთს ვერ გავუძლებ. ეხვეწებით გაიგეთ ჩემი. ახლა ხვდებით? თქვენ ბევრი სამუშაო გაქვთ. მესმის, ესეც თქვენი სამუშაოა. ყოველდღე მოგმართავენ ადამიანები, მაგრამ ჩემით გაიგეთ. მთელი ცხოვრება ხელიდან მეცლება. გთხოვთ. ცოტა ხნით გადადეთ თქვენი საქმეები და შემომხედეთ. Bugün saat 4'e დღეს 4 საათისთვის მოდით მოპირდაპირე მხარეს კაფეში. მათ იქ ხვდები, მაგრამ არაფერი არ მოიმოქმედოთ სანამ მე არ წავალ. დიდი მადლობა. sizin için yapma. ამას თქვენთვის არ ვაკეთებ. Ezel için. ეზელის გამო ვაკეთებ. იპოვე გასაღები. იპოვე.